რეგისტრაციისთვის მოვემზადოთ. თხოვთ ჩართოთ რეგისტრაციის რეჟიმი. მიმდინარეობს რეგისტრაცია. რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 134 წევრმა. მოვემზადოთ სარეიტინგო კენჭისყრისთვის. შეგახსენებთ, სარეიტინგო კენჭისყრა ნიშნავს იმას, სიწყნარე თუ შეიძლება სიწყნარე. მეგთხოვთ გავითვალისწინოთ, რომ ახლა ჩატარებული კენჭისყრისა გამოკითხვა და არა იურიდიული ძალის მქონე აქტი. შესაბამისად, სარეიტინგო კენჭისყრაზე დგება საკითხი იმის შესახებ, უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს პარლამენტში განხილვის პროცესში მყოფ კანონპროექტს საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. თხოვთ ჩართოთ კენჭისყრა. ამრიგად სარეიტინგო კენჭისყრით გამოვლინდა, რომ არანაციონალი პარლამენტის წევრები პარლამენტიდან არც გაფრენილან, არც მოფრენილან და ვერც გაფრინდებოდნენ, ვერც მოფრინდებოდნენ. ეს არის ზუსტად ის ციფრი, რომელზეც საუბრობდით. შესაბამისად, გადავდივართ რეალურ კენჭისყრაზე. და ახლა უკვე იურიდიული ძალის აქტი სრულდება პარლამენტში. კენჭისყრაზე დგება საქართველოს კონსტიტუციური კანონი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. პირველი მოსმენა. თხოვთ ჩართოთ კენჭისყრის რეჟიმი. ას 35 ხმით მომხრე არც ერთი წინააღმდეგი კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებულია. მე ამ გადაწყვეტილებას ვილოცავ ქართველ ხალხს, ჩვენს ამორჩევლებს, ჩვენ თავს არ ვილოცავ, იმიტომ რომ ბევრი ვაწვალეთ ჩვენი ამორჩეველი და ჩვენი მოქალაქეები